პრობლემა. თუ 1,5 მილიონი ვართ მეგრელები. ბიჭო 1,5 მილიონი ცოლი ხო ყავს? ცოლი ხო ყავს? გათხოვილი ხო არის? და значит 1-2 მილიონი ხო ყოფილვართ მაინც. მაინც პრობლემას რატო გვიქნია? 20 წლის რო ვიყავი. სენაკში ცხოვრობდი და ყველა სენაკელს ახსოვს. ნომერ პირველი მაღაზია მქონდა, აი მამაშენ შეკითხე. აგურით გაკეთებული, ფერადი შუშებით გაკეთებული და რა გინდოდა ჩემს მაღაზიაში რო არ იყიდებოდა. რამე ბონებში თუ იყო და ჩეკების მაღაზიაში 20 წლის ვიყავი და ყველაფერი ჩემთან იყიდებოდა და მათ შორის იყიდებოდა კიდევ კახა შეეკითხე მამაშენს და გეტყვის ჟიგული. კეთი, რამდენი ფული ექნება ბიუჯეტში შეტანილი? აი შენ როგორ ფიქრობ? 100 მილიონი. გელა ბარკალაიას იმდენი ფული აქვს ბიუჯეტში შეტანილი, მე არ ვიცი, რამდენი ფული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი. და თქვენ ხო გაგიგიათ, რამდენი თქვენნაირი ახალგაზრდა მყავს დასაქმებული, ხო? თქვენ ხო იცით, ხო გაგიგიათ, რომ ერთ დროს, ერთ დღეს 7,000 თანამშრომელი მყავდა. წარმოიდგინე ახლა ეს არის ქვეყანა, ხო? ერევანში, დუბაიში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმში ხალხს ვასაქმებთ თქვენნაირ ახალგაზრდებს და არასდროს არ ურჩევ ცუდისკენ, ურჩევ ყოველთვის კარგისკენ. პირველი სახელმწიფომ უნდა შეგვიწყოს ხელი და თუ შეიძლება შენთვის და როცა მეტყვი რომ იმისთვის შეიძლება, იმიტომ რომ ჩემი ნათესავია და ყველაფერი უნდა გავუправოთ, გავუმწვანოთ და შენთვის ყველაფერი დაკეტილია, იმიტომ რომ კონკურენცია, ხო? კონკურენცია და ვიღაცას პატრონი გამოგუშთა და დავიღალეთ ამდენი პატრონების იმაში, ხო? გამოჩენაში. ახლა დარწმუნებული ვარ, კიდევ დაიწყება რომ BYD, ხო? BYD როცა არის, სხვა ავტომობილს არ იყიდია, ვის უნდა შენი პრადო. მითხარი, წადი ბათუმში Range Rover-ი მყავს, აქედან ბათუმში წავედი, მოვედი და 1000 ლარი მიჯდება საწვავი, ხო? ამას უნდა 15 ლარი. 15 ლარი წახვალ, მოხვალ, არც ბენზინი უნდა, არც ზეთი უნდა, ხო? და პასუხს ვაგებთ, რომ ეს არის საუკეთესო ავტომობილი. ბიჭებო, ჩვენ ვართ ქართველები, საქართველოს მოსახლეობა ვართ და მათ შორის 1,5 მილიონი მეგრელი ვართ. მიუმატეთ კიდე ცოლი, შვილი და კი ვართ 1-2 მილიონი, ხო და ჩვენი თხოვნაა რომ ნუ გაგვაბრაზებენ, ხო? თორე გაბრაზებული მეგრელი ჩემ მტერს. გისურვებთ წარმატებას.